საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამა წელს ბიუჯეტს 104 მილიონ 300,000 ლარი დაუჯდება. 1,5 მილიონით მეტი ვიდრე ეს მთავრობას გათვალისწინებული ჰქონდა. როგორც ცნობილია, ამ პროგრამის ბენეფიციარები სოციალურად დაუცველი მოქალაქეები არიან, რომლებიც სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციაში ასრულებენ დამხმარე სამუშაოებს. მაგალითად, დასუფთავების, მზარეულის ასისტენტის, დარაჯის, საკვების მიმტანისა და სხვა სერვისების მიმართულებით, სანაცვლოდ კი 300 ლარის ანაზღაურებას იღებენ. პროგრამა 2022 წლის 1 მარტიდან ხორციელდება. პირველ წელს ამ პროგრამის ბიუჯეტი 40 მილიონი ლარი იყო. 2023 წელს 80 მილიონ ლარზე მეტი. წელს კი 102 მილიონ 700,000 იყო გამოყოფილი, თუმცა მთავრობის შესაბამის დადგენილებაში ცვლილებით ეს თანხა 104 მილიონ 300,000 ლარამდე გაიზარდა, რაც ამ პროგრამის მოქმედების ისტორიაში რეკორდული თანხაა. ჯანდაცვის და სოციალური დაცვის ყოფილი მინისტრის ანდრია ურუშაძის შეფასებით ეს და სხვა პროგრამები, რომელსაც მთავრობა სოციალურ სფეროში ახორციელებს, აცდენილია მთავარ მიზანს. ხელი შეუწყოს ამ ადამიანების პროფესიულ განვითარებას. მისი თქმით, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამა ოცნების მომხრეების ფულის დარიგების ინსტრუმენტად იქცა. პროგრამები, რომელზეც ჩვენ გვესმის, განსაკუთრებით სოციალურ სფეროში, რაღაც ჩავყუთად გადაიქცა. ანუ ჩვენ ვიცით, რა თანხას ხარჯავს მთავრობა, ამის იქით უკვე ძალიან ცოტა ინფორმაცია. ინფორმაცია არის ცოტა, მაგრამ რაც ვიცით, ხო? აი რომ ნახოთ მაგალითად იმ ვაკანსიების ჩამონათვალი, რომელიც ამ პროგრამის მიხედვით რიგდება სახელმწიფო დაწესებულებებში, როგორ ხდება შერჩევა ამ ადამიანების, როგორ ხდება ადმინისტრირება სიღარიბის ვარსკვლავყოფ მოქალაქეების. აი დავინახავთ, რომ ის აცდენილია მთავარ ამოცანას. აცდენილია მთავარ ამოცანას შეამციროს სიღატაკე, ხელი შეუწყოს მართლა პროფესიულ განვითარებას, სწავლებას და როგორც წესი სამწუხაროდ ეს პროგრამები გადაიქცა აი გარკვეული ხელისუფლების მომხრეებისთვის ფულის დარიგების ინსტრუმენტად. ამ პროგრამით ერთის მხრივ მთავრობა ხელოვნურად ცდილობს უმუშევრობის მაჩვენებლების შემცირებას, მეორე მხრივ კი ამ გზით აკეთებს იმას, რომ უფრო მეტი ადამიანი იყოს მათი პოლიტიკური კონტროლის ქვეშ. ასე აფასებს ამ პროგრამის რეალურ მიზნებს IDFI-ის ეკონომიკისა და სოციალური პოლიტიკის კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი. გოგა თუშურაშვილის თქმით, საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამას ჯანსაღ ეკონომიკურ პროცესთან არანაირი კავშირი არ აქვს. ზოგადად საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ცდილობს რაც შეიძლება მეტი ადამიანი მიაბას სახელმწიფო დასაქმების პროგრამებს. აი თუ დავაკვირდებით იგივე მაგალითად უმუშევრობის დონის შემცირების მაჩვენებლებს, რამ გამოიწვია. სიღრმეებში, როდესაც ჩავდივართ, იქ ხედავთ, რომ მთავარი ფაქტორი არის, რომ სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რიცხვი გაიზარდა ყველაზე მეტად. ერთ-ერთი ყველაზე ესეთი გახმაურებული პროგრამა იყო სწორედ ეს სოციალური დაუცველთა დასაქმების პროგრამა, როდესაც ფაქტობრივად ხელისუფლება ცდილობს გარკვეულ ყველაზე მოწყვლად ჯგუფებზე, ასე ვთქვათ, მოახდინოს გარკვეული პოლიტიკური ზეგავლენა, მიიბას ისინი, ასე ვთქვათ, მათ დაფინანსებაზე, რომ ეს იყოს ერთგვარი ინსტრუმენტი, რომ მათზე ქონდეთ გარკვეული პოლიტიკური ზეგავლენა. ეს პროგრამა რო შევაფასოთ ჩვენ, ხო, ეს არის ფაქტობრივად კვაზი დასაქმების სახელმწიფო პროგრამა. არსებული ინფორმაციით ამ პროგრამით 2022 წელს 30,000-მდე სოციალურად დაუცველმა ისარგებლა. 2023 წელს 40,000-მდე პირმა. წელს 30 ივნისის მდგომარეობით კი საზოგადოებრივ სამუშაოებზე აქტიური ხელშეკრულება 30,278 სოციალურად დაუცველ პირს ჰქონდა გაფორმებული. სოციალურად დაუცველი ადამიანები შემწეობის სახით იღებენ 30-დან 60 ლარს. საუბარი მაქვს 16 წელს ზემოთ ადამიანებზე, ხო? ამ შემთხვევაში და ამ დროს ხომ 300 ლარი მათთვის არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი და ეს ყოველივე რაღაცნაირად ქმნის საფუძველს იმისას, რომ ხელისუფლებამ გამოიყენოს ეს დასაქმება არა იმისთვის, რომ ადამიანებს ნამდვილად დაუჭიროს მხარი, მათი კვალიფიკაცია გაზარდოს, ვთქვათ, რომ შემდგომ უკვე მათ თვითონ შეძლონ ხო დასაქმება და გაძლიერება, არამედ გამოიყენოს, ასე რომ ვთქვათ, პოლიტიკური მორჩილებისთვის. როგორც ქართულმა ოცნებამ დაანონსა, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამა 4 წელზე იქნება გათვლილი. სახსრების სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის ბიუჯეტში მომავალ წელსაც გაითვალისწინეს. ამ მოცემულობით პროგრამის ფარგლებში 103 მილიონ 300,000 ლარის დახარჯვა აგეგმაში.